ჩრდილოეთ ოსეთის ზემო ლარსზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს გიყვებით რამდენიმე წუთში. ისვედის მოკვლევით ქართულმა ოცნებამ ბოლო 5 წელიწადში მეტას პლატფორმებზე რეკლამისთვის 1,355,058 ლარი დახარჯა. მეორე ადგილზეა ლელო დახარჯული 422,827 დოლარით, ხოლო მესამეზე NM, რომელმაც მეტას პლატფორმებზე 352,000 დოლარზე მეტი დახარჯა. აგვისტოში თბილისში 2823 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ბაზრის ზომა 7%-ით 222 მილიონამდე შემცირდა. 8 თვეში ბიზნესმა DGG ზედმეტობის სახით გადახდილი 1,600 მილიონი ლარი დაიბრუნა. საქართველოში შესაძლოა ზეთი გაძვირდეს, რუსეთმა მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი დააბრუნა, რომელიც ტონაზე 5746 რუბლი იქნება. საღამო მშვიდობისა, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო. საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტავეტაძე წარმოგიდგენთ. ჩრდილოეთ ოსეთის ზემო ლარსზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს მიზეზი სატვირთო ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის დაგროვება. როგორც რეგიონის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, ვლადიკავკაზსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო დერეფანში ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმართულებით ამ დროისათვის ელექტრონულ რიგში დაახლოებით 2500 სატრანსპორტო ავტომობილია დარეგისტრირებული, მათ შორის დაახლოებით 900 ერთეული უშუალოდ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელოდება გადაკვეთის შესაძლებლობას, ხოლო 530 სატვირთო მანქანა სპეციალურად მოწყობილ ავტოსადგომებზეა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგანგებო კომისიის რიგარო შესაძლებლობის ჩატარება, რომელზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ დაგროვილი სატვირთო ავტომობილების ეფექტიანი კონტროლისა და მათი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება სიტუაციის ნორმალიზებამდე, განაცხადა ტომაევმა. მედია წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 27500 მანქანამ და თითქმის 74,000 ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ვეღარ იზრდება. ბაზრის მცირე მეწარმეები კი ბაზრის დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ. მას აფასებენ დარგობრივი ასოციაციები ჩინური ონლაინ ვაჭრობის პლატფორმის ტემუს ეფექტს. მათი თქმით, ჩინურმა გიგანტმა ქართული ბაზარი სრულად აითვისა, რასაც ქართული კომპანიები კონკურენციას ვეღარ უწევენ, რის გამოც სავარაუდოდ ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდება. დარგობრივ ასოციაციებში ამბობენ, რომ განსაკუთრებული პრობლემები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეექმნათ, რომელთანაც სახელმწიფომ უნდა ისაუბროს და მათი ინტერესების დაცვაც უნდა მოახდინოს. წელიწადნახევარია გასული აი ამ აქტიური კონკურენციის ფარგლებში და უკვე დააზიანა მნიშვნელოვნად ქართული ელექტრონული კომერცია, რომელიც ფაქტი არის, რომ 2 წელია უკვე აღარ იზრდება და წელს შეიძლება შემცირებაც კი აჩვენოს. ერთადერთი რაც არის და მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის ეს არის, რომ სამართლიანი პირობები არსებობდეს. მცირე და საშუალო ბიზნესი ეს როგორ გითხრათ რა, ერთ-ერთი ისეთ სერიოზული მამოძრავებელი და მაცოცხლებელი არის სახელმწიფოს ეკონომიკისთვის და ამიტომ აქ ეს დიალოგი და ასე ვთქვათ რაღაცა ზომების მიღება არის გარდაუვალი. მქონდა რამოდენიმე ქვეყნის ელექტრონული კომერციის ასე ვთქვათ ასოციაციებთან ერევა სახელმწიფო რაღაცეებში. ანუ ერევა რა თვალსაზრისით იცავს საკუთარ მცირე და საშუალო ბიზნესს. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ვაზარავოთ და მომხმარებლის ხარჯზე მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ზომები და ჩარევა და ზომების მიღება ხდება. ეს შეიძლება იყოს მათ შორის გადასახადი თუ მაგალითად ადგილობრივი მეწარმეების სახალისება. ორივე, ცალსახად ორივე, რა თქმა უნდა. განსხვავებული პოზიცია აქვს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტს. მისი შეფასებით ადგილობრივ ბიზნესს ტემუსთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება და ეს თუ ამოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ლევან მოლაშვილის თქმით, ბიზნესები, რომლებიც კონკურენციაში ჩინურ ონლაინ ვაჭრობის გიგანტთან ვერ შედიან, უნდა გადაერთონ სხვა პროდუქციით ვაჭრობაზე, რომელიც იქნება უფრო ნიშური და უფრო მაღალ ფასადაც გაიყიდება. ეს არის კონკურენცია, რომელიც კონკურენციაშიც უბრალოდ მეწარმე ერთვება და თუ ვიტყვით გულწრფელად, ეს ადამიანები, რომლებიც დაზარავდნენ, უკეთავდნენ ალიბაბათან პროდუქციას, აკეთებდნენ ფასნამად და ყიდიდნენ პირდაპირ საქართველოს. ჩემი აზრით, უბრალოდ უნდა მოხდეს გადახალისება, ამ კონკურენციაში შესვლა და თემუს თუ მაგალითად უჭირავს ნიშა, რომელიც გამოირჩევა დაბალი ხარისხით, ასევე ძალიან და დაბალი ფასებით, ქართულმა მეწარმეებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება შედარებით საშუალო ან მაღალი ხარისხის
ნიშაზე, სადაც არ გაიყიდება ძალიან დაბალფასიანი პროდუქცია, არამედ იქნება ნიშური მაღალფასიანი შედარებით და მაღალი ხარჯის პროდუქცია. თუმცა თუ გადავავლებთ თვალს ტენდენციებს, გარკვეული ტენდენციები ბაზარზე არის. თუ სწორად ვიცი, ამერიკამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა, გარკვეული დამატებითი გადასახადი დააწესა და ეს დამატებითი გადასახადი არის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ბერკეტი იმისათვის, რათა მოხდეს გარკვეულწილად ბაზრის დაცვა. თუმცა ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ეს ბერკეტი და ეს გადასახადი საბოლოოდ მაინც მოხმარებელს აზარალებს. როდის დაიწყებს საპენსიო ფონდის სხვადასხვა მსხვილ პროექტებში ინვესტირებას, ისევ უცნობია. ამჟამად ფონდი საკრედიტო რისკის შეფასების მეთოდოლოგიაზე მუშაობს, რომლის პროექტი უკვე შემუშავებულია და რომელიც დასამტკიცებლად ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს. საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მუშაობა დაწყებულია წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც პროექტების გამოვლენაზე, რომელთა დაფინანსებაც ამ ინსტიტუტებისგან მოიაზრება. ასეთი პროექტები შესაძლოა, პროექტებში კი შესაძლოა ერთ-ერთ ინვესტორად საპენსიო ფონდიც გამოჩნდეს. მიზანია, რომ წლის ბოლომდე საკრედიტო რისკის შეფასების მეთოდოლოგია დამტკიცდეს და მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტების ანალიზი დაიწყოს. როგორც ცნობილია, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იღებს და ეს შესაძლებლობა კონსერვატულ, ანუ დაბალი რისკის საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც გაჩნდა. ეს შეიძლება იყოს ჰესის მშენებლობა, ასევე სხვადასხვა პროექტებში შესვლა, როგორც შეიძლება არის პორტი ან სხვა მსხვილი საინვესტიციო პროექტები. ესეც საკმაოდ სტრატეგიული მიმართულება არის ჩვენთვის, ვინაიდან სხვა საპენსიო ფონდებსაც, როდესაც უყურებთ განვითარებულ ქვეყნებში, ვხედავთ, რომ ეს არალიკვიდური აქტივები, ანუ სხვა აქტივებში ინვესტირება საკმაოდ ხშირად გამოიყენება. თუმცა საქართველოში გარკვეული მოთხოვნები გვაქვს რეგულაციის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკთან უნდა წარვადგინოთ საკრედიტო რისკის შეფასების ჩვენი მეთოდოლოგია, რომელიც უკვე დრაფტი შემუშავებული გვაქვს და მიმდინარეობს ეს პროცესი. პარალელურ რეჟიმში აქტიურად დავიწყეთ უკვე წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა, რომ შევხედოთ რა არის pipeline-ში და ეს თანამშრომლობა ავაწყოთ. თუმცა ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ჯერ ეს მეთოდოლოგია წლის ბოლოსთვის მიზანი არის, რომ მეთოდოლოგია შემუშავებული გქონდეს და შეთანხმებული ეროვნულ ბანკთან და მომავალი წლიდან უკვე დავიწყებთ ალბათ იმის მიხედვით, როგორი იქნება პროექტების pipeline-ი, ინვესტირებას და ანალიზს. აგვისტოში უძრავი ქონების ბაზარზე შენელება იყო 2025 წლის აგვისტოში თბილისში 2823 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 10%-ით ჩამორჩება. მონაცემებს TBC კაპიტალი აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც კლება ძირითადად დასვენების დღეებმა განაპირობა. წელს წინა აგვისტოსთან შედარებით 2 სამუშაო დღით ნაკლები იყო, რამაც ოფიციალურ რეგისტრაციაზე მოახდინა გავლენა, მიიჩნევს TBC კაპიტალი. საშუალო გასაყიდმა ფასმა აგვისტოში $1293 შეადგინა კვადრატულ მეტრზე, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასაქირავებელი ფასი $10.2 კვადრატულ მეტრზე, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ბაზრის მოცულობამ კი აგვისტოში $222 მილიონი შეადგინა, ეს წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსული აზიმუტი საქართველოში ფრენების სიხშირე ზრდის და 23 სექტემბრიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს კრასნოდარის აეროპორტიდანაც დაიწყებს. ავიაკომპანიის პრესსამსახური აცხადებს, რომ კრასნოდარიდან ავიაკომპანია კვირაში 2 რეისს სამშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა საათს ნახევარი იქნება. ბილეთის ფასი კი 23 სექტემბრის რეისზე 16200 რუბლიდან, ანუ $193 დაიწყება. 26 სექტემბრის რეისზე კი ბილეთის ღირებულება 18300 რუბლი, ანუ $218.5 იქნება. ავიაკომპანია აზიმუტი, რომელიც დონის როსტოვის პლატოვის საერთაშორისო აეროპორტში არის ბაზირებული, თბილისი, მოსკოვი, თბილისის მიმართულებით ავიარეისებს 2023 წლის 17 მაისიდან ასრულებს. დღეისათვის ავიაკომპანია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის მიმართულებით დაფრინავს და რეისები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, უფადან და სოჭიდან სრულდება. საქართველოში შესაძლოა ზეთი გაძვირდეს. მზესუმზირის ზეთის მთავარ მომწოდებელი ქვეყნიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტი კვლავ დაიბეგრება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ზეთის ექსპორტზე გადასახადი სექტემბერში 5746 რუბლამდე გაიზრდება და შროტზე 1119 რუბლი იქნება ტონაზე. აგვისტოსთვის მზესუმზირის ზეთზე გადასახადი შეჩერებული იყო. რუსული მედიის ინფორმაციით მზესუმზირის ზეთის საბაზრო ფასი 1 ტონაზე 82,500 რუბლია.
საქმის კურსი ამით დასრულებულია. ამ წუთებში პრემიერ კობახიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, რა თქმა უნდა, შეფასებებს საქმის კურსის შემდეგ გამოშვებებში ხილავთ.